რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? ევროკომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად მიცემული ვადა ამოიწურა. გაუქმებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, ეს ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებს. სახელმწიფო გუნდის განცხადებით კი ევროკავშირი აგრძელებს შანტაჟს, რაც მიუღებელია. შეგახსენებთ, ევროკომისიის მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმება. ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ, მანამ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. არ აქვს თარიღის მნიშვნელობა, ეს იქნება 5 სექტემბერს, 10 სექტემბერს, 20 სექტემბერს, მანამ სანამ ქვეყანას მართავს რუსული ძალა. მანამ სანამ რეჟიმი არის ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად წილს კარავს და აფურთხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან. ყოველთვის ევროპული ინტეგრაცია და ვიზა ლიბერალიზაცია, ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციაზე იყო, ხო, 31 აგვისტომდე, ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ამდენი წელია ითმენენ ევროპელები და იქით გეუბნებიან, რომ ნუ გლანძღავთ, ნუ გთათხავთ და იმან უილანძღებით და ასევე რას ითხოვდნენ ახლა ბოლოს, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, დაიწყეთ დიალოგი ოპოზიციასთან და ასე შემდეგ. ისევ ჩვენთვის ასარგებლო რაღაცებს, მაგრამ აქაც დაიწყეს ტლიკინი, რომ თითქოს არ იქა რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინებას თუ რაღაცას გთხოვდნენ, ტყუილი თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როცა ეს ეტლიკინები ის იმ მექანიზმებს აამუშავებს, რაც მის ხელშია, ამდენხანს კიდე ფეხს ითრევდა, იმიტომ რომ დილობიანი ხალხია. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კი არა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართულ სუვერენიტეტს, სიმშვიდეს ქვეყანაში, ქართული ხალხის განვითარებას და ნებისმიერი ის კანონები, რომელიც დაიცავს მშვიდობას, დაიცავს ქალების, ბავშვების, მამაკაცების დახოცვას საქართველოში. შავი ფულის შემოდინებას საქართველოში და დეზინფორმაციას დაიცავს საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ კანონებს არავინ არ გააუქმებს. ევროკავშირში საკმაოდ რთული რეგლამენტი არის, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით, სრული კონსენსუსია საჭირო. აქ არა აქვს კონსენსუსი და ყველა ქვეყანა არ არის ის, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისათვის, რომ არ გამოდიან და ამ ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას არ უჭერენ მხარს. არ გამოდიხართ, არ უჭერთ მხარს რევოლუციას არ აწყობთ, მეიდანს არ აწყობთ, თქვენ დაისჯებით იმით, რომ არ გექნებათ თავისუფალი მიმოსვლა. ის მოთხოვნები, რაც არის ჩამოყალიბებული, ამაზე ყველაფერს პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნების უკან გაცილებით უფრო სერიოზული და უფრო შორსმიმავალი გეგმადებს.